გამარჯობათ, ჩემო ძვირფასებო, ქეთი მოგესალმებით. როგორ ახართ, პროგრამა როგორ მიდის, მინდოდა მოგსალმებოდით, მოგფერებოდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა ჩვენს პროგრამაში არის შენარჩუნების ფაზა და ბევრს საუბრობთ ჩვენ შენარჩუნების ფაზაზე. ყველა თქვენგანი იმას აღნიშნავს, რომ აი შენარჩუნების ფაზას თუ კარგად ვაკეთებ, მაშინ კლების ფაზაც კარგად მიმდინარეობს. ამას ყველა აღნიშნავს ამ პროგრამაში. ყველაზე მნიშვნელოვანი შენარჩუნების ფაზაში არის ჯანსაღი ცხიმები. ჩემი დაკვირვებით, ეხლა რამდენი წელი ამ პროგრამას ვამუშავებ, ყველაზე სირთულეები შენარჩუნების ფაზაში დაკავშირებულია ცხიმების შეტანის დროს. რა ხდება, იცით, იმდენად კლების ფაზაში, აი ისე კარგად გრძნობ თავს ქეთი, არ მინდა რამე და ვარ ვიო, რომ აი შევიტანო და ცხიმები ყველაზე მეტად ცხიმების ეშინიათ ჩვენ ქალბატონებს და ზოგადად ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ მუდამ იმას გვეუბნებოდნენ, რომ ცხიმები და ქოლესტეროლი არის კარდიოვასკულარული დაავადებების გამოწვევის მიზეზი. რამდენი წელიც არ უნდა ასე რომ ვთქვათ ვისაუბროთ ამაზე, მაინც იმას არის ხალხი და ეხლაც ხვდები ჩემი ახლობლებიც ძალიან ბევრი მიხდება იმაზე საუბარი, რომ პირიქით ჩვენს ნერვიულ სისტემას და ტვინის ფუნქციას, გამართული ტვინის ფუნქციას ესაჭიროება ჯანსაღი ცხიმები. ამიტომ გვაქვს ჩვენ შენარჩუნების ფაზა, იმისთვის რომ მოვაძლიეროთ ჩვენი ნერვიული სისტემა და იმუნიტეტი ჯანსაღი ცხიმებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმები, რომ შევიტანოთ შენარჩუნების ფაზაში ნელ-ნელა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტი არის. ამიტომ არ შეიძლება რომ ჩვენ სულ კლების ფაზაში ვიყოთ, იმიტომ რომ აი ამ პროგრამის მიხედვით კლების ფაზაში ამოღებულია ცხიმები, რაც არის ძალიან detrimenting, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ნერვიული სისტემისთვის, ჩვენ დიდი ხანი ამაში თუ დავრჩებით. ასეთ მდგომარეობაში და deprivation, ანუ ნაკლოვანებაში თუ ვამყოფებთ ჩვენს იმუნიტეტს და ჩვენს ტვინს. ცხიმები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი კარდიოვასკულარული სისტემის გამართულ მუშაობისთვის, რაც საწინააღმდეგო არის პირიქით იმისი, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რატომ? იმიტომ რომ იმუნიტეტი ებრძოლება ანთებას, ანუ ანთებითი პროცესების ჩაქრობისთვის იმუნიტეტს ჰყავს ჯარისკაცები, რომლებსაც უშვებს ამ ანთებითი პროცესების, ასე რომ ვთქვათ, გამკლავებისთვის და ეს ჯარისკაცები უმკლავდება ამ პროცესებს და შემდეგ ისევ სხეული უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, როდესაც ანთებითი პროცესები ჩაახშობილია, ჩამქრალია. თუ ჩვენ იმუნიტეტს მასალა არ მივაწოდეთ ამ ჯარისკაცების და აი ეს ცხიმოვანი მასალა არის ჩვენი ჯარისკაცები, როგორ შეებრძოლება ანთებას, როგორ შეებრძოლება ავტოიმუნურ დაავადებებს, როგორ შეებრძოლება მაგალითად ინფექციებს, ვირუსებს, ბაქტერიებს, თუ იმუნიტეტს არ აქვს მასალა. ჩემო ძვირფასებო, ნუ წავართმევთ იმუნიტეტს მასალას, მას უნდა კონდეს საშუალება შეებრძოლოს აი ამ გამოწვეულ მიზეზებს, ინფექციებს, ბაქტერიებს, პათოგენებს. ამიტომ გვჭირდება ჩვენ შეტანა ცხიმოვანი მასის და ჯანსაღი ცხიმების განახლების პროგრამის შენარჩუნების ფაზაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტი არის, რომ შევიტანოთ და შემდეგ რომ ასე რომ ვთქვათ, გავაძლიერებთ ცოტა იმუნურ სისტემას, შემდეგ ისევ შეგიძლიათ გადახვიდეთ კლების ფაზაში და ისევ დაიკლოთ წონა. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით გეუბნებით, რომ ცხიმები ძალიან მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტებია შენარჩუნების ფაზაში. არა მხოლოდ იმუნიტეტისთვის, არამედ ტვინის ფუნქციის გამართული მუშაობისთვის, ნერვიული სისტემის დაბალანსებისთვის, რადგანაც ჩვენი ნერვიული სისტემის უჯრედები გარშემორტყმულია აი ამ ცხიმოვანი გარსით არის დაცული. თუ აი ეს ცხიმოვანი გარსი მას წავართვით
დიდ ხანს, მაშინ უკვე ნერვიული სისტემაც იქნება აღგზნებული. სხვადასხვა ყველაზე კარგად ამ ცხიმოვან გარს ართმევს ნერვიულ სისტემას ალკოჰოლი და ამიტომ ალკოჰოლი ძალიან სათუთი რაღაცაა, რომ ჩვენ ნერვიულ სისტემას გავუფრთხილდეთ. ამიტომ გვაქვს ამოღებული კლების ფაზაში განსაკუთრებით ალკოჰოლი, იმიტომ რომ ისედაც არ ვაწვდით ჩვენ ცხიმებს კლების ფაზაში და ალკოჰოლი კიდე თუ დაუმატეთ კლების ფაზაში, ნერვული სისტემა ძალიან იოლად აღგზნებადი იქნება და ძილის პრობლემები გვექნება, ტვინის ფუნქციის პრობლემები გვექნება და ასე შემდეგ. დიახ, ჩემო ძვირფასებო, მაინტერესებს შენარჩუნების ფაზაში რომელია თქვენი საყვარელი ცხიმები, რითი იწყებთ? მე რეკომენდაციას შენარჩუნების ფაზაში ვუწევ, რომ შევიტანოთ დიეტაში, ცხიმებით დავიწყოთ გამდიდრება დიეტის შენარჩუნების ფაზაში და მაინტერესებთ თქვენ რა არის თქვენი საყვარელი ცხიმი, რომ დაიწყოთ გამდიდრება თქვენი დიეტის შენარჩუნების ფაზაში. მაგალითად, მე რეკომენდაციას ვაძლევ ამ 3 ცხიმს. ზეითუნის ზეთს, კარაქს და ავოკადოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ნელ-ნელა ესენი შევიტანოთ. თხილი, nuts and seeds, თხილი და თესლის, ასე რომ ვთქვათ, თესლი, როგორიც არის სელი, როგორიც არის chia seed და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ცხიმის წყარო არის ჩვენი სხეულისთვის და განსაკუთრებით chia seed და სელი არის ჩვენი ნერვიული სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი, როდესაც ჩვენ ვართ მენოპოზაში და პერიმენოპოზაში. ცხიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპოზაში და პერიმენოპოზაში, ჩემო ძვირფასებო, რადგანაც მაშინ ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენ იმუნიტეტს, ყველაზე მეტად უჭირს, აი ამ პერიოდში გვეწყება ჩვენ იმუნიტეტის გამოწვევები და ამიტომ არ არის კარგი წონის კლება დიდი ხანი, რომ მიმდინარეობდეს ცხიმების გარეშე და ზოგადად ამიტომ გვაქვს შენარჩუნების ფაზაში ინტერვალური შიმშილის სხვა გრაფიკიც, რომ ჩვენ კარგად გავუკეთოთ nourishment, არ ვიცი ქართულად როგორი არის ეს სიტყვა, მაგრამ კარგი nourishment-ი მივცეთ ჩვენს ნერვიულ სისტემას და იმუნიტეტს აი ამ შენარჩუნების ფაზაში მოვაძლიეროთ და შემდეგ კიდევ გადავართ კლების ფაზაში. აბა დაკომენტარეთ, ჩემო კარგებო, რა არის თქვენი საყვარელი ცხიმის წყარო შენარჩუნების ფაზაში, ყველაზე კარგად რას ღებულობთ შენარჩუნების ფაზაში, გეფერებით, გეხვევით თქვენი ქეთი, წარმატებები, ძალიან მიხარია, რომ ყველანი ასე კარგად აკეთებთ პროგრამას და ასეთი კარგი შედეგები გაქვთ. და დიდი მადლობა ყველას, ვინც აკეთებს feedbacks, ვინც მიკეთებს, ანუ ინტერვიუებს, რომ იძლევიან თავიანთ შედეგებს, რომ აზიარებს, ეს დიდი რაღაცა არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ყველას ვეხმარებით სხვებსაც, როდესაც ისინი უყურებენ ასეთი კარგი შედეგები გაქვთ, ისინიც მოტივირებული არიან, რომ უფრო კარგად გააკეთონ პროგრამა. აბა დროებით ძვირფასებო, გეფერებით თქვენი ქეთი,